რა სხვაობა ახლა მოდი აქვე ვიტყვი რომანსა, მოთხრობას და ნოველას შორის მაგალითად. რომანის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გმირის მთლიან თავგადასავალს, რომელიც იწყება რაღაც ამბიდან, რომელიც შედის უშუალო ტრანსფორმაციის მომენტში და შემდგომ გამოდის ამ ტრანსფორმაციის მომენტიდან. ზოგადად გმირი უნდა შეიცვალოს, გმირი უნდა გარდაისახოს, ამას შემდგომ შეხვედრებში ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ და რომანი ეს არის მთელი პროცესი. ტრანსფორმაციის პროცესიც და მთლიანი პროცესიც, მანამდე და შემდგომი პროცესი. მოთხრობაც იგივე სტრუქტურას ექვემდებარება, უბრალოდ მოთხრობაში ნაკლები გმირები გვყავს და სიუჟეტური ხაზი, აი რომ ჩავთვალოთ A წერტილიდან B წერტილამდე არის მისასვლელი, ვთქვათ, ხო, პირობითად შენაკადები, დამატებითი ამბები, მოთხრობაში ნაკლები არის. აქცენტი უშუალოდ გაკეთებული არის აი გმირის თავგადასავალზე. ხოლო ნოველაში ჩვენ ვხედავთ უშუალო ტრანსფორმაციის მომენტს. რა ხდებოდა მანამდე და რა ხდება შემდგომ, ეს ამ ნოველას ნაკლებად აინტერესებს. ჩვენ ვხედავთ მომენტს და მომენტის აღწერა, მომენტის აღქმა არის ჩვენი მთავარი მიზანი.